მშვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა შემთხვევა სოფელ ზეინდარში მოხდა. თანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი ცხელკვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად აიყვანეს. ირმა ჭოლაძე თემის დეტალებით. კვლავობა მოხდა წუხელ-ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში, სადაც შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მამა-შვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მათ შორის თავდაპირველად დაპირისპირება, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შემდეგ ეს დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და შვილმა მამის მისამართით გასროლა სანადირო თოფიდან მოახდინა. მამა ადგილზევე გარდაიცვალა. ოჯახის მეზობლები ყვებიან, რომ მამა-შვილს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი ხშირად ჰქონდა. აღიარა მანო და მე არაფერი არ ვიცით. ისეთი თბილი კაცი და ცალცალკე ძალიან კარგი ადამიანები მეზობლებში დამხმარე ყველასი და ყველაფერი. შემთხვევით თოფი გაუვარდა. პიროვნებ შვილს და მამა შემოგვაქა ხელში და კონფლიქტი ქონდათ რამე ან დაუშვეთ ცოტა. არ ვიცი, ოჯახური კონფლიქტები არსებობდა ცოტა. ტელევიზორს უყურებდა და ცოტა ღრუბლიანი ამინდი იყო და გადიოდა ვენახის ხალიო. ცოტა ნასვამი იყო ერთიც მეორეც და იმანიკედან ამაგენა და ჩემშვილს თვალი არა აქვს, ჯარში აქვს დაკარგული სამხედროში. ხო და შებრუციანო და ამდენი ბრუციანი აღარ მეითმინა და ამათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს 100 მუხლით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გულისხმობს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 15 წლამდე. ეს ირმა ჭოლაძე იყო.